აქ ჩვენ გვაქვს გაეროს ოფიციალური მონაცემები 28 მაისისთვის, თუ რა სიტუაცია იყო ჰუმანიტარული თვალსაზრისით ამ კუთხით ღაზის სექტორში და ეს მონაცემები ეყრდნობა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას. 28 მაისისთვის ღაზის სექტორში მიმდინარე წელიწადნახევრიანი კონფლიქტის შედეგად უკვე გარდაცვლილია 54,000 ადამიანი. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ აქედან 22,000 არის მამაკაცი, 15,000 არის ბავშვი, 8,000 არის ქალი და 4,000-მდე არის მოხუცი. 123,000 დაზიანებული, დაზარალებული, დასახიჩრებული ადამიანი. ასევე ჩვენ ვხედავთ რუკას, სადაც კარგად ჩანს დღევანდელი სიტუაცია ღაზის სექტორში, ტერიტორიული მოცემულობა. აი აქ იასამნისფერ ლაქებს რასაც ხედავთ, ეს არის დემილიტარიზებული ზონა, ისრაელის მოთხოვნილი ზონა, რომ ამ ზონაში არანაირი გადაადგილება აკრძალულია და ამ ზონას ამ შემთხვევაში აკონტროლებს ისრაელი და ხოლო დამატებით ესეთი წითელი ლაქები, სადაც ჩანს, ეს არის უკვე აი 18 მარტს დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის შედეგად დაწყებული ახალი ეტაპი კონფლიქტის. აი ამ ეტაპზე მოთხოვნილი დამატებითი ტერიტორიები, რომლებიც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დემილიტარიზებული და ხშირად არის ხოლმე პერიოდულად, ზოგადად ისრაელს ღაზის სექტორი დაყოფილი აქვს რამდენიმე ასეულ პატარ-პატარა სექტორად, რომელსაც აქვს თავისი ნომრები და ხშირად არის, რომ ასე ვთქვათ, დაბომბვების წინ ისრაელი აფრთხილებს ღაზის მოსახლეობას, რომ ამ სექტორიდან გავიდნენ, დატოვონ ეს ტერიტორია, იმიტომ რომ იქ უნდა მიიტანოს იერიში და პრაქტიკულად წელიწადნახევარია ჩვენ ვხედავთ ღაზელი პალესტინელების მუდმივ, ასე ვთქვათ, გადაადგილებას. მათ არ აქვთ ერთი დისლოკაცია, სადაც ისინი შიდა მიგრანტებად, ასე ვთქვათ, კარვებში ცხოვრობენ. ეს არის პერმანენტული, ასე ვთქვათ, გადაადგილება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და ეს არის რაღაცა აი ამ გადაადგილებას და როგორ ვთქვა მას ექსოდუსებს, მცირე ექსოდუსებს ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს.